მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი პირდაპირ ეთერში. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ეკადიაზე წმინდა გიორგის სახელობის ქუჩის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. როგორც წმინდა გიორგის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც მიტოვებული საგზაო სამუშაოების გამო მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში გამოყვანა უკვე სახიფათო გახდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ეკადიელებმა ქუჩაში გამოსვლა და თავიანთი პრობლემების საჯაროდ დაფიქსირება. აქ ყველაზე მეტად გზის და წყლის გასაჭირი ფიგურირებს. მოუწესრიგებელი, მთლიანად ამორტიზებული გზის გამო აქ მუნიციპალური ტრანსპორტიც არავის დაუნიშნავს. საფხულში მთელი ქუჩა მტვერდება და გარეთ გამოსვლა შეუძლებელი ხდება. გასულ წელს დაიწყეს ეს გზის მშენებლობა და ეხლაც არაა დამთავრებული. ქვეწარმავლებია ბაღანა გადავარდა ეხლა და იმიტომ დაგირეკეთ თქვენში. ჩავარდა ბავში რომ ამოგვეყვანა. და რომ გადაგვერჩინა ბავში. მაშინ როცა ცენტრალური წყლის მაგისტრალი წმინდა გიორგის ქუჩასთან ძალიან ახლოსაა, საიდანაც წყალი განუწყვეტლივ, ტყუილ უბრალოდ მოედინება, აქაურებისთვის წყალით პრობლემად ქცეულა. საფხულში ბუნებრივი ჭების დაშრობის გამო აღნიშნული მაგისტრალიდან წყალს ბიდონებით ეზიდებიან, ხანაც სარეცხი იქვე ჩააქვთ. არც წყალი გვაქვს, არც გაზი გვაქვს. ბასეინი თავზე გვადგანა აგერ 5 მილიონი ფულია ჩაყრილი იმ ბასეინში და ფუნქციონირებს იმ ბასეინი, მიდის წყალი ხიძე იქცევა. ჩვენ ერთი წვეთი წყალი არ გვაქვს. თუ აქიდან არ მოდის და დაუშვათ დაბალია წნევა, იქიდან მოგვეცეს ბასეინიდან წყალი ახლოს არის. ჩვენ თვითონ მივეხმარებით ჩვენ ამ ქუჩის მოსახლეობა იმ შუკის ყველა ვიმუშავებთ, გამოვალთ ბაღნიან დიდიანო და გავაკეთებთ. თუ არ იქნება, ხო, თავარი მაგისტრალი რო გაკეთდება, წყალი რომც გაკეთდეს, ჩვენ იმას დავტეხავთ იქინე. შემოსავალს და გაიქანებთ, საიდან წამოვა წყალი, იმას გავაპუჭებთ იცოდე. დამატებითი პრობლემა აქვს წმინდა გიორგის ქუჩის იმ შესახვევის მცხოვრებლებს, სადაც სულ 22 ოჯახი ცხოვრობს. მაშინ როცა ქუჩის მთავარ გზაზე მდებარე სახლები უკვე 2 წელია ნუმერაცია მინიჭებულია, შესახვევში სახლებს ნომრები ჯერ კიდევ არ აქვთ. მეორე შესახვევია 22 ოჯახი ცხოვრობს საკანი. უმარტივესი რომ დაიწყო თავიდან რომ წამევიდა ტრაფარეტები გაკეთება ქუჩის ნომრები, იგი არ მოგწეს ჩვენ ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ. მეორე შუკას შესახვევი. აქ ასევე არ დგას ნაგვის ურნები და ისედაც უსწორმასწორო გზაზე აქაურებს ნაგვის ურიკებით ჩატანაც უწევთ. ნაგვის ყუთიც ვერი გვინდა. ხო, ნაგვის ყუთი იდო აქ და აი ხალხი გაჭირვებული ხელის გაჭკები ჩავდივართ ეგერ ქვემოთ. ვერ ამოდის აღმარჩიო თოვლია თუ რაღაცა იგენია რა ქვია, ცუდი ამინდები ვერ ამოდისო და ეს ყუთი ჩვენ წაგვართვეს და წაიღეს ქვემოთ დადგეს. ეკადიელები უკმაყოფილონი არიან ამერიკული პეპლის შეწამლვითი სამუშაოების ხარისხითაც. ჩამეიერა აპარატი შესაწამლი აპარატის ჩამეიერა მარტო გამოფრინდა ერთი იქიდან და შეიარა ქუჩაში. ამ შუკაში საერთოდ არ ამოსულა. ხალხი ცხოვრობს იქინე კაცო. მაშინ როცა წმინდა გიორგის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობდა, ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი მოვიდა. მოსახლეობასთან საუბრისას პრობლემებს მთლიანად გაეცნო და აქაურებს რამდენიმე დაპირებაც მისცა. ხედავთ ჩვენ თვითონ რომ არის პრობლემები, მაგრამ იმასაც ხედავთ რომ დაწყებული არის ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ანუ წყლის სისტემის რეაბილიტაციაც დაწყებულია, დარჩენილი იყო 350 მეტრი მილი, რომელიც შეძენილია, ჩამოტანილია და უკვე დევს, გუშინ ჩამოვიტანეთ და დევს წყალთა სამმართველოში, ზეგიდან, კვირიდან დაიწყებს რეაბილიტაციას და წყლის პრობლემა მოკლედ დამთავრდება. იტერა გაზი აწარმოებს გაზის გამოყვანის სამუშაოებს, მასაც ძალიან მალე როდესაც დამთავრდება და ჩაბარება მოხდება, უკვე აი ამის შემდეგ მოხდება ასფალტის საფარის მოწესრიგება. მანამდე იქნება საურხელო საქმე, რომ ახლა თქვათ ასფალტი გავაკეთოთ, შემდეგ ისე უნდა მოითხაროს. ასე რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მოსახლეობის პრეტენზიები, მართებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ დროში არის ეს ყველაფერი გაწელილი და საჭიროა რაღაცა დრო, როდესაც ეს ყველაფერი პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. წესით ეკადია ქალაქ ოზურგეთის შემადგენელ ნაწილად ერთ-ერთ უბნად ითვლება. თუმცა ფაქტია, რომ მას ქალაქის არც ერთი ნიშან-თვისება არ გააჩნია. მინიმალური ხარჯის მქონე ნუმერაციაც კი. მოსახლეობას გამგებლის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ მცირედი იმედი გაუჩნდა. ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ. ახალმა მემარჯვენეებმა ფართომასშტაბიანი აქცია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ დაიწყეს. რნიტი, ეს არის ნემსები და მე არის რაციო ცეპეტი. აი როგორ წერია, მაგრამ ეს არის მეგონი 2 კოლოფი და ეს არის 10 გრამი. და ცეცებს შეიძლება გამხსნელები, ალბათ სწორად გამოსწევთ.
გამხსენებლებით მივიდა, ხო? კი, კი. დიდი მადლობა. კარგად გამდებოდეთ ნახავთ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კალანდაძემ სადაზღვევო პოლისის მქონე ოზურგეთელი მოქალაქის მანანამ გელაძის მაგალითზე ის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც მედიკამენტების სიძვირის გამო ადამიანების წინაშე დგას. ჩვენ ახლა ვიყავით აფთიაქში და შევიძინეთ 8 დღის მკურნალობისთვის, რიგითი ავადმყოფისთვის 8 დღის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები და ეს ამ წამლების ღირებულებამ 65 ლარი შეადგინა. ანუ საზოგადოებისთვის ეს წამლები დღეს იმის გამო, რომ ფარმაცევტული სფერო სრულიად მონოპოლიზებულია, ხელისუფლების მიერ ხელშეწყობილია ეს მონოპოლიები და ხელისუფლება ლოიალურ პოლიტიკას ახორციელებს ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ კვლავაც ხელმიუწვდომელია. რა თქმა უნდა, ძალიან სიძვირია მედიკამენტების გააჩნია კიდე წამალს, რა წამალი არის, მაგრამ არის უმრავლესობა ადამიანების, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ შეიძინოს მედიკამენტები და ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ თუ არ გაქვს საშუალება, წამალს ვერ იყიდე ფაქტიურად უსუსური ხარ ყველაფრის წინაშე. ნამდვილად რთული რა ქვია, სიტუაცია. კალანდაძემ ახალი მემარჯვენეების პროგრამის იმ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც მონოპოლიების მოსპობას და მოსახლეობის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეხება. ამ სფეროში მონოპოლიის მოსპობა წამალს გააიაფებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება მოსახლეობის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფას, აცხადებს კალანდაძე. მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ პოლისი უნდა ჰქონდეს სოფლად მუდმივ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და ამ პოლისით უნდა უნაზღაურდებოდეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. დღეს თქვენი ობიექტივი კიდევ ერთ საინტერესო ისტორია შემოგთავაზებთ. ურიკაზე გაზრდილი ანგელოზის კვალდაკვალ. ჩვენი რუბრიკის თქვენი ობიექტივის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო ამბავს ქალბატონი გიულის ცხოვრებიდან გაგაცნობთ, რომლის ისტორიას 4 წლის წინ სტატია მიეძღვნა და საბერძნეთიდან გამოხმაურება მოჰყვა. კოსტავას ქუჩაზე გამლელ ადამიანებს აუცილებლად ემახსოვრებათ გზის პირას ბარდიურზე ჩამომჯდარი ქალბატონი, ჭაღარათმებითა და სევდიანი გამომეტყველებით. წინ პატარა სატვირთო ურიკა უდგას, რომელიც ძახლის მაგივრობას უწევს და ზედ მცირედი გასაყიდი საქონელი უწყვია. ამ სურათის მხილველი წლების გახლდით, ოღონდ ჩემს მეხსიერებას განსაკუთრებით ერთი დეტალი დაამახსოვრდა, როდესაც ამ ურიკაზე დაფენილ საგებში პატარა გოგონას ეძინა. სწორედ ამ სურათის მხილველი გახდა ოზურგეთში მყოფი კვირის პალიტრის ჟურნალისტი წლების წინ. იგი დაინტერესდა ამ ორი ადამიანის ისტორიით და მისი სტატია სათაურით ურიკაზე გაზრდილი ანგელოზი საქართველოს ფარგლებს გასცდა, რომელიც საბერძნეთში საკმაოდ შეგრძლებულ ბერძენი ქალბატონის ხელში მოხვდა და უიმედოდ დარჩენილებს დახმარება გაუწია. ახლა ვარ გაჭირვებული, თუ არა, კარგად ცხოვრობდი, თავმოყარევა, მეც გავუგზავნე ერთი პასილკა იმათ, ის პასილკა რა იყო, ზღვაში წვეთი იყო, მაგრამ იმათ კი გაუხარდათ. ხო და იმის შემდეგ, 3 თვის შემდეგ ურეკავდა ბავშვი, ელაპარაკებოდა, მეც მელაპარაკებოდა და კომპიუტერით ნახა ბავშვი და გაოცებული დარჩა ხალი, რომ ეს რა კარგი ბავშვი ყოფილაო. მართლა ანგელოზი ყოფილაო. კრიზისი ხო დაიწყო იქ. ის ხალი გაკოტრებულა, ხო და არანაირი იგი აღარ იყო და ვეღარა. თავისი ცხოვრების ეპიზოდები თვალსწრემლიანმა გაიხსენა. იგი დამსახურებული ექთანი იყო. წლების წინ უკრაინასა და შემდეგ საქართველოში მოღვაწეობდა. მისი მეუღლე კი საკმაოდ შეძლებული სამხედრო პირი გახლდათ. ბედის ბორბალი უკუღმა მაშინ დაუტრიალდა, როდესაც ოჯახში მეუღლე და ახალგაზრდა რძალი გარდაეცვალა. სიამაყეც მაშინ დაივიწყა და ოჯახის სარჩენად ურიკით ხელში ქუჩაში გამოვიდა. 2000 წელში გარდამეცვალა რძალი. 40 წლის ახალგაზრდა ქალი უმაღლეს დამთავრებული, დარჩა 2 ობლები. რა უნდა მექნა? მეუღლე უკვე დიაბეტით იყო დაავადებული და მე ვიძალე ისევ. გამოვიყვანე ეს კაჭკა. ადვალიდან. წამოვედი და დავჯექი ეგერ ფოსტის წინ ჭადრის ეზოში. ძირში. ის ჩემი მარიკა 5 თვის შევახვია ადიალაში და ამ კაჭკაში იწვა, სოსკა მქონდა თან. მე კიდო გვერდზე სიგარეტები მეწყო, იქინე ქვაზე და მყიდდი და ასე გამქონდა თავი და ცხოვრება.
არ წუწუნებს, არავის საყვედურობს, მერერა რომ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. მადლობას გამოთქვამს ყველა იმ ადამიანების მისამართით, ვისაც მისთვის იოტისოდენა დახმარებას კი გაუწევიათ. ეს პატარა გოგო, ჩემი ბებო, 13 წლისა ახლა. ნინელი როა კალანდაძე. მაგან შემოყვანინა თოფურიას ოფისში, დღე ბავშვი თოლში და წვიმაში აქ მყავდა. იმ ოფისში მაგას აჭუმენ ხაჭაპურს, ასწავლიან გაკვეთილებს, კაი პედაგოგებია, 3 ახალგაზრდები, ღვთისმიერები არიან. გაგვაოცა მისმა სიმხნევემ, სევდიანი თვალების მიღმა დიდი სიმტკიცე დგას, რომლის გავლენაც პატარა გოგონას ხასიათზეც აისახება, რომელიც ალბათ უკვე რთულად დაწყებულ ცხოვრების ეტაპებს უფრო მსუბუქად და მტკიცედ გადალახავს. ჩვენს შეკითხვაზე რა სინატრებდა მხოლოდ ერთი სურვილი გამოთქვა. რა გინდა ყველაზე მეტად რომ გქონდეთ გითხარ? კომპიუტერი. კომპიუტერი გინდა რომ გქონდეს. კიდე რა სისულობთ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად მეტისული არ. ისტორია გრძელდება. პატარა გოგონა და ჭაღარა ბებო ური კითხელში ისევ გამოჩნდებიან ქუჩაში, მაგრამ არა თავჩაღული. პირიქით, უფრო მტკიცედ და უკეთესი მომავლის იმედით. ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად საკურორტო სეზონიც დაიწყო. გურიის მოსახლეობა არჩევანს ადგილობრივ კურორტებს იაკეთებს. ივლისის ბოლოდან დასვენებისთვის აქტიური პერიოდი იწყება. ტემპერატურის მატებასთან ერთად საზოგადოება გართობის და დასვენების სხვადასხვა გზებს ეძებს. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვიათ უსად ახერხებს ადგილობრივი მოსახლეობა დასასვენებლად გასვლას და რომელ კურორტებს ანიჭებს უპირატესობას. ზღვის შემდეგ უპირატესობა მთას ჩოხატაურის უმშვენიერეს კურორტ ბახმაროს ენიჭება. სუფთა ჰაერი და ჯანსაღი საკვები დასვენებისთვის იდეალურ საშუალებად ითვლება. მისაღებია ის ცვლილებაც, რომელიც კურორტ ბახმაროში ხორციელდება. ბათუმში. რატო ბათუმი? კარგია და. ზღვამოწო. კი, ზღვამოწო ხალხი მოწოს. კურორტი არია. ყველაფერი. ბახმარო ახლოს ხოლმე დავდივარ ხშირად. მთა მიყვარს და ზღვა და განსაკუთრებით ზღვა და ყოველ წელიწადს ვცდილობ. თუ გაქვს საშუალება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და ძნელია. ხო, არა, შეიძლება ურეგშიც წავიდე, ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ უფრო ბათუმში. რა ვიცი, შუასადა გართობის დრო, თუ იმუშავე და რაცა ორი კაპიკის სახშებიდან, მიზღლობიდან და ბავშვი. რა ვიცი, ალბათ ზღვას, ურეგს ალბათ. სადგინა რო გაიქნა. აბა ვისაფერში არის, ვაკიჯვარში ცხოვრობს. აჰა, ვაკიჯვარში. ხო, ვაკიჯვარში შედი კაი, დასასვენებელი ადგილია თუ კი იქნება რა საშუალება. უკეთეს ვერინატე. წელს საშუალებად გასვლა. ალბათ ურეგს. დას ჟეკვეთაში. კურორტი ურეკი კარგია მაგალითად დაამომწოს. წავიდოდი დიდი სიამოვნებით. ბახმარო ძალიან ვიждები. ალბათ კურორტზე ბახმაროში, როგორც ყოველთვის ეს გურულების საყვარელი კურორტი. ბავშვის გამო, იმიტომ რომ სასარგებლოა, სუფთა ჰაერი, ბუნება, ჯანსაღი საკვები. ეს იყო ერთადერთი კურორტი, რომელიც არ იყო, მე ვფიქრობ, ყურადღების მიღმა დარჩა და აი ეს ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია ბახმაროსთან დაკავშირებით. კარგისკენ ვუწავად, გამოცოცხლდება და შეიცვლება ბახმაროში მდგომარეობა. საკმაოდ საინტერესო და კარგი მიმზიდველი იქნება ყველასთვის, არა მხოლოდ ოზურგეთელებისთვის, არამედ ბევრი სხვისთვის. ანუ ჩვენი კურორტები მოგვიყვება. დასაკვირველია, ქართულ კურორტებს რა შეეძრება. ვინც დროისა და თანხის ნაკლებობის გამო ოზურგეთიდან გასვლას ვერ ახერხებს, გასართობად კულტურის და დასვენების პარკი ებადიჟებათ, რომელიც ბავშვებს ყოველწლიური პროექტის ღია ცის ქვეშ ფარგლებში სხვადასხვა სახალისო თამაშებს და ღონისძიებებს თავაზობს. კულტურის და დასვენების პარკი ყოველწლიურად ახორციელებს საზაფხულო პროექტს, რომელსაც ქვია ღია ცის ქვეშ. და ამ პროექტში შედის უამრავი თამაშები, როგორც დინამიური, ინტელექტუალური, მოძრავი, მუსიკალური და ეს ყველაფერი კომპლექსურია. ტარდება მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ზაფხულში გასვლას დასვენებლად და მათთვის, ვინც ჩამოდის დასვენებლად ჩვენთან, ეს იქნება თბილისელი, ქუთაისელი, რუსთავი, მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს თეატრონის აი ეს ადგილები ძალიან ივსება ბავშვებით, მოდიან მშობლები, ბებიები, ბაბუები და ყველა ერთად ერთობა. ზაფხულის ცხელი დღეები და საკურორტო სეზონი ძალაში შედის. გურის კურორტებზე გასვლამდე გაგრილება ახალ გარემონტებულ სკვერში შეგეძლებათ. გამოშვების დასასრულს ამინდის პროგნოზს ჩემი კოლეგა ნათია მუქერია გაგაცნობთ. ნათია, შენ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენდა. საღამომშვიდობისა გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს.
მართალია ცოტათი არეული ამინდები გვაქვს, თუმცა სინოპტიკოსები თანდათანობით ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, იქნება მაგნიტური დღეები, აქედან გამომდინარე გირჩევთ, რომ როდესაც მზე გამოანათებს, ეცადეთ, რომ თავი ჩრდილო ადგილს შეაფაროთ, რაც შეეხება ხვალინდელ ამინდის პროგნოზს, ოზურგეთში დღე იქნება ნაწილობრივ მზიანი, კოგისპირული წვიმით, იქროლებს დასავლეთის ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 27 გრადუსი, ხოლო მინიმალური 17. რაც შეეხება ლანჩხუთში დღე იქნება უმეტესად მზიანი, ჰაერის ტემპერატურა გათბება 29 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური დაფიქსირდება 19 გრადუსი, იქროლებს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი ჰაერის მასა. ჩოხატაურში ისევე როგორც ოზურგეთში ისევე როგორც ლანჩხუთში დღე იქნება უმეტესად მზიანი, ჰაერის ტემპერატურა გათბება 29 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური დაფიქსირდება 18 გრადუსი, იქროლებს ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ჰაერის მასა. ეს იყო მოკლე მიმოხილვა, მე დღეს ამით გემშვიდობებით, კარგ გამოსასვლელ დღეებს გისურვებთ, მე კი ორშაბათს პირდაპირ ეთერში საინფორმაციო პროგრამასთან ერთად დაგიბრუნდებით. დროებით. მადლობა ნათია. ეს გახდა ჩემხალხარცებული ბოლო ინფორმაცია. მე საუკეთესო სურვილებით ორშაბათამდე გემშვიდობებით. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.